მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს და სინდისის პატიმრები რომ გვყავს ჩვენ ამ ქვეყანაში, უკვე არის სიმპტომი, უკვე არის სიგნალი, მათ შორის ეუთოსთვისაც, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობა არის სავალალო მდგომარეობაში, სავალალო ნიშნულზე. თქვენ სწორად აღნიშნეთ, ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ მაშინ მიუმართეთ ეუთოს, რომ ამოქმედებულიყო ვენის მექანიზმი და 2024 წლის დეკემბრის ბოლოს ეუთოს წევრმა 38-მა ქვეყანამ მხარი დაუჭირა ვენის მექანიზმის ამოქმედებას. ვენის მექანიზმი ახლა ექსპერტული შეფასება ჩვენ მოვისმინეთ, არის უფრო რბილი ფორმა, შეიძლება ითქვას და გულისხმობდა იმას, რომ ქართულ ოცნებას როგორც ფაქტობრივად მმართველ ძალას, მიუხედავად მათი ლეგიტიმურობისა ამ შემთხვევაში ეუთო ლეგიტიმაციის საკითხზე არ ეს მაინც უფრო არჩევნებთან, გაყალბებულ არჩევნებთან კავშირში იყო და ამ კონტექსტში იყო ეს მიმართვა. ხო, ეხლა ფაქტია, რომ ქართული ოცნება მართავს ამ ქვეყანას და ადამიანის უფლებები, განსაკუთრებით მაშინ დეკემბრის აქციების დროს, როგორი ფორმით და მასშტაბითაც ირღვეოდა, ამაზე ჰქონდათ რეაქცია, თუმცა ქართული ოცნებისთვის ეს იყო შანსი არა მხოლოდ ინფორმაციის მიწოდების, არამედ ქვეყნის რეპუტაციის გადარჩენის, თავისი რეპუტაციის გადარჩენის და გარკვეულწილად იმ ქმედებებისთვის რაღაცა კომპენსაციის თავისივე გადმოსახედიდან. თუმცა არავის არ ჰქონია მოლოდინი, რომ ქართული ოცნება ამას გააკეთებდა, იმიტომ რომ ქართული ოცნება არ შემცდარა, ქართული ოცნება მიზანმიმართულად, შეგნებულად და განზრახ არღვევდა ადამიანის უფლებებს. არღვევს და აგრძელებს ახლაც არა მხოლოდ კანონმდებლობის აღსრულების და კონსტიტუციის დარღვევის თვალსაზრისით, არამედ ახალი კანონმდებლობის მიღების. ხო, მთელი ეს რეპრესიული კანონმდებლობა, რაც შეეხება მანიფესტაციებს, რაც შეეხება თავისუფალი მედიის შეზღუდვას, შეეხება გრანტებს, შეეხება არასამთავრობო სექტორს, პოლიტიკურ პარტიებს, ეს ყველაფერი არის ადამიანის უფლებათა დარღვევა და გავიდა უკვე ამდენი ხანი, ბუნებრივია და დღეს ვართ იმ რეალობის წინაშე. ამას ემატება ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენება. ქიმიური, ხო, მაშინ ჩვენთვის არ იყო ცნობილი. ხო, კი ბატონო და ზუსტად ამის თქმა მინდოდა, რომ ამ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, იმდენი დანაშაული, იმდენი მძიმე დანაშაული ჩაიდინა ქართულმა ოცნებამ და მართლა ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ისეთ მძიმე ხაზში მოექცა ისეთი ქვეყნების გვერდით, სადაც უკვე ვენის მექანიზმის ნაცვლად უკვე მოსკოვის მექანიზმი გამოიყენეს. ხო, მოსკოვის მექანიზმი არის გაცილებით უფრო მკაცრი, როგორც აღინიშნა, ის არ საჭიროებს რაიმე თანხმობას. 24 ქვეყანა წარმოგზავნეს ახლა თავის ექსპერტებს, გამოიყენებოდა 90-იან წლებში ბალკანეთის ქვეყნებში და ჩვენ გვახსოვს ისტორია, როგორიც იყო, როგორი იყო იქ ადამიანის უფლებათა მდგომარეობა და ასეთი ქვეყნების რიცხვს მიემატა საქართველო. სხვათა შორის ახლა უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს ქართველი ექიმები, ექსპერტები, ჩვენი პარტიის წევრი ვატო სურგულაძეც ამბობდა, რომ აქ შეიძლებოდა ყოფილიყო ისეთი ტიპის აკრძალული ქიმიური ნივთიერების გამოყენება, როგორიც იყო კამიტი, თუმცა სანამ BBC-ს გამოძიებამ არ წარმოაჩინა მთელი მსოფლიოს წინაშე, რომ აქ დიდ სახელმწიფო, სავარაუდო სახელმწიფო დანაშაულთან მქონდა საქმე, ბუნებრივია ესეთი რეზონანსი მაშინაც ჯერ არ გქონია. მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება გულისხმობს იმას, რომ ეს შეიძლება მოხდეს და მოხდება აუცილებლად უკვე მომავალში საერთაშორისო ორგანიზაციების სხვადასხვა ანგარიშში. ეს შეიძლება მერე უკვე ამან შეიძლება გამოიწვიოს ჯაჭვური რეაქცია, მათ შორის გახდეს სანქციების საფუძველი. მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ ქვეყნის რეპუტაცია ზარალდება ამითი, ძალიან სერიოზული ზიანი ადგება და ეს ჯაჭვურ რეაქციაში არის მათ შორის ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებასთან, ეკონომიკურ სტაბილურობასთან და სხვა თანმდევ შედეგებთანაც. კი ბატონო, იმიტომ რომ და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ კი სამწუხაროა, რომ ასეთი ქვეყნების რიგში აღმოჩნდით, მაგრამ ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ივანიშვილი და მისი რეჟიმი, მხოლოდ იმიტომ რომ სხვას არავის არც ქიმიური იარაღი გამოუყენებია, არც იმ მანქანებში უწამებია ხალხი. 9 აპრილის შემდეგ ესეთი რამ არ მომხდარა და მე მინდა რომ საზოგადოებას კარგად ესმოდეს, რომ ადამიანის უფლებების დარღვევა არ არის მხოლოდ ის, რომ
ვიღაცას ცემენ, აქციაზე დარბევა მოხდება არაპროპორციული წესით და სხვა. კანონმდებლობის მიღება ამ ანტიდემოკრატიული, არაკონსტიტუციური, რეპრესიული და დრაკონული კანონმდებლობის მიღება, როგორც დააინიცირეს გუშინ გრანტებთან მიმართებაში, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება, რომელიც არის აღმასრულებელიც, სასამართლოც და საკანონმდებლოც, არღვევს თავისი მოქმედებით. პარლამენტის არალეგიტიმურის, თუმცა პარლამენტის მიღებული ეს კანონები, რომელიც შემდეგ აღსრულდება და მომავალი კვირიდან უკვე მოქმედება, შეეხება ჩვენს თითოეულ მოქალაქეს, იმიტომ რომ ქვეყანაში სადაც 3.3 მილიარდი შემოდის უცხოური გადარიცხვებიდან და ამით ცხოვრობს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილი, ხო? ყველა ადამიანი პოტენციურად სიტყვის ამოღების გამო შეიძლება გახდეს ამ რეპრესიული კანონმდებლობის მსხვერპლი. ეს ზღუდავს იმ კონსტიტუციურ უფლებებს, რომლის გამოც ჩამოდის, ხო? ეს დელეგაცია, ეს ეხება პოლიტიკურ საქმიანობას, ეს ეხება სიტყვის გამოხატვის თავისუფლებას, გაერთიანების თავისუფლებას, თავისუფალ მეწარმეობას, სამეწარმეო საქმიანობას, ეს ეხება საჯარო სამსახურის საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებას, ეს ეხება პასიურ საარჩევნო უფლებას, ხო, პოლიტიკური პარტიის წევრობა იკრძალება, ისევე როგორც სხვა ჩვენ გვახსოვს, ხო, 2-3 თვის წინ მიღებული ცვლილებები, რომლითაც უკვე არა მხოლოდ პარტიების აკრძალვა, არამედ ადამიანებისთვის პარტიაში რომ არ არიან გაწევრიანებული, მათთვისაც კი პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას ისახავდა მიზნად. ჩვენ გავასაჩივრეთ ძლიერმა საქართველოს მლელომეს საკონსტიტუციო სასამართლოში, ვაპირებთ ვიდაოთ და ვიბრძოლოთ ამისთვის იმ ერთადერთ ინსტანციაში, რომელიც დაგვრჩა ჩვენ, ხო, პირობითაც ვამბობ ინსტანციას, ეს არის სტრასბურგის სასამართლო, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ეს ყველაფერი არ უნდა შეერჩეს. თქვენ სწორად აღნიშნეთ, მხოლოდ ქართული ოცნება არის პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დარღვევაზეც, კრიზისზეც, ფასების მატებაზეც, მათ მიერვე წამოწეულ თემებზე, მათ შორის, ხო? აი დღეს რა ვიცი, გავიგეთ, რომ ბათუმში თურმე ძვირდება ტრანსპორტი. ისედაც სუბსიდირებულია საქალაქო ტრანსპორტი, მაგრამ როდესაც გვესაუბრებიან იმაზე, რომ სუპერმარკეტების დიდი რაოდენობა თურმე ფასებს ზრდის და მაშინ სახელმწიფო სერვისების მომსახურება მარტო ბოლო 2-3 წელიწადში საშუალოდ 150-200%-ით არის გაზრდილი, არც ნედლეული, არც რაღაცა ლოგისტიკა რომ არ არის აქ ფაქტორები, ხო, ამ ფასების სიძვირეში, არც ტრანსპორტის გაძვირებაში. ამაზე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი და მისი რეჟიმი. კი ბატონო, და მინდა რომ გრანტების კანონს დავუბრუნდეთ, მაგრამ მანამდე გერმანიის საელჩოს განცხადებას წაგიკითხავთ. გერმანია საქართველოს მიმართავს რეკომენდაციით გამოიძიოს დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადაჭარბებული გამოყენების შესახებ ცნობები გააუქმოს ან შეცვალოს რიგ კანონებში, მათ შორის აგენტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები. საქართველოს არღვევს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს, ჩვენ და სამწუხაროდ სულ უფრო მეტად შორდება თავის ევროპულ მისწრაფებებს. ეს საკმაოდ ვრცელი განცხადებაა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე 26 იანვარს გაკეთებულ განცხადებაზეც არის აქ საუბარი. ბატონ გიორგი, თუ რამეს მეთოდურად მიყვება ქართული ოცნება, ეს არის სწორედ ეს გზა, მეტი რეპრესია, დიქტატურის საბოლოოდ გაფორმება და ყველა წარმოუდგენელი, აქამდე წარმოუდგენელი ეგრეთ წოდებული კანონის მიღება იმისთვის, რომ აი მარტივად რომ თქვათ და ყველა ადამიანისთვის გასაგებად ამ ქვეყანაში ან უნდა იყო კოცი ბიძინა ივანიშვილს გუნდრუკი უკბიო და დაეთანხმო ყველაფერზე, ან თუ სხვა აზრი გაქვს, ან შიმშილით უნდა მოკვდე, ან ქვეყნიდან გაიქცე და ანუ ბრალოდ განწირული ხარ, ამ ქვეყნის მოქალაქე აღარ ხარ. აი მარტივად ამას აკეთებს ამ თავის კანონი. მე მეცაც დავამატებდი, კოციც რომ იყო და გუნდრუკსაც უკმევდე ბიძინა ივანიშვილს, უკვე არც მაშინ ხარ დაზღვეული, არც მაშინ გაქვს სიმშვიდის უფლება, თუნდაც ამ კანონმდებლობით არ ეხება მხოლოდ პოლიტიკოსებს, ეხლა ღარიბაშვილი და ლელუაშვილი არის. აი გუშინ მიღებული ეს ცვლილებები აი რა არის ყველაზე საგანგაშო და სახიფათო თქვენი შეფასებით და თქვენი მიედანა? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და მე აუცილებლად მინდა ეს ყველაფერი დავინახო ბოლო 3 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენების და ცვლილებების ჭრილში და გავახსენო ჩვენს იმ თანამოქალაქეებს, რომლებიც 2023 და 24 წელს, როდესაც ჩვენ დავიწყეთ საუბარი და განგაშის ზარი შემოვკარით, რომ ეს რუსულ კანონს იღებენ თქო, მაშინ ამბობდნენ და უჯერებდნენ პროპაგანდას. რა თქმა უნდა, ჩვენ საშუალო სტატისტიკურ მოქალაქეს არ ვთხოვთ რაღაც განსაკუთრებულ გათვითცნობიერებულობას სამართლებრივ და პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ საკითხებში, მაგრამ როდესაც ჩვენ ვამბობდით, რომ ქართული ოცნება გატყუებთ, რუსული კანონი იმიტომ კი არ არის, რომ რაღაცა სიტყვა რუსული არის მასში გამოყენებული, არამედ ეს არის უკვე გაკვალული გზა რუსეთის და რომელსაც რუსეთმა 20 წელი მოანდომა და 2 წელიწადში გაიარა ბიზნესი. განსაკუთრებით 2012 წლის შემდეგ, ბალოტნაიას ამბების შემდეგ
მოჩვენებითი თითქოს გამჭვირვალობა რომ იყო მიზანი და თითქოს არასამთავრობო სექტორს შეეხებოდა და არის საზოგადოებაში სეგმენტი რომელიც აი ამ პროპაგანდას იჯერებს რომ აი ეს გრანტი ჭამიები და გამჭვირვალობა და უცხოური ძალები სინამდვილეში რა მოხდა ხო მოხდა ერთი მხრივ თლიანად სიტყვა უცხოურის რაღაცა სტიგმატიზება, დემონიზებას ახდენენ ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ეს ქვეყანა მოიყვანეს დღევანდელ დღემდე, 90-იანი წლების დასაწყისიდან. თუ კი რამე ინსტიტუციურად მომხდარა ამ ქვეყანაში რეფორმა და განვითარება, სოფლის მეურნეობა, პოლიტიკურ საკითხებს თავიდანვე, სოფლის მეურნეობა, მედიცინა და სხვა, ყველაფერი არის აი ამ ორგანიზაციების და ჩვენი დასავლელი პარტნიორების დამსახურება. ახლა მოახდინეს ისევე საუკეთესო საბჭოთა ტრადიციებით, რომლის იდეური მემკვიდრეებიც არიან, უცხოური აგენტის, სიტყვა აგენტის შემოტანა მაშინაც და ამბობდნენ, რომ ეს არის უბრალოდ გამჭვირვალობა, რომ ვამბობდით, რომ ამას თამდევი შედეგები მოყვება, სერიალიებით იქნება ასე ახდა სამწუხაროდ ყველაფერი. გუშინდელი დღეს სწორედ ამის დამსახურება. ეს არ არის ერთი რუსული კანონი, მაშინ აგენტების კანონი. ეს კანონი შეიძლება გაცილებით უფრო მძიმე არის და არის კიდევაც, იმიტომ რომ ეხება თითოეულ ადამიანს, რომელიც პოტენციურად მიიღებს გზავნილს უცხოეთიდან. არანაირი კავშირი არ აქვს შეიძლება რაღაც თუნდაც საზოგადოებრივ საქმიანობასთან, მაგრამ მოუწევს რაღაცეების დეკლარირება, აღარ აქვს შემდეგ უფლება პრაქტიკულად უფლება წაართვეს, რომ თავისუფალი სიტყვა თქვას, კრიტიკა გამოთქვას რამესთან დაკავშირებით, ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ჩაუთვლიან ამას სახელმწიფო დაწესებულების, სახელმწიფოს რაიმე სპორტზე რო თქვას პირობითად დისკრედიტაციად, ამას მოხვება შესაბამისი სანქციები და სწორედ ეს არის ის რუსული სცენარი, გრანტების კანონი მათ შორის, იმიტომ რომ პოტენციურად არ ვიცი 1000-ით 1000 ადამიანი იღებს ნებისმიერი ვისაც ჰყავს უცხოეთში ოჯახის წევრი და იღებს გზავნილს, მოექცევა ამ რეგულაციების ქვეშ. აღარ ექნება არათუ პარტიული საქმიანობის უფლება, საჯაროდ თავისი კრიტიკული აზრის, ან საერთოდ აზრის დაფიქსირების უფლება, ისევე როგორც ეწერა ეს საბჭოთა კანონმდებლობაში ძირ გამომთხრელი საქმიანობა, ზიანის მიყენებენ მე აქ წამოღებული მაქვს, აი ზუსტად ერთში არის საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსის და კონსტიტუციის. კი ბატონო და ხო, აი პირდაპირ წერია, ხო, რომ ხო, ასეთ საქმეები დაწყებულიც აქვს გიორგი, მათ შორის თქვენ ლიდერებზეც და ყველა პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ, რომ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან კი არა და მათ სასარგებლოდ თანამშრომლობდნენ და საბოტაჟს უწყობდნენ საკუთარ ქვეყანას. ძირის გამოცხრა ან შესუსტება, ან რეპუტაციის შელახვა საბჭოთა საქმიანობისთვის, მშრომელთა ინტერესებისთვის და ასე შემდეგ. ზუსტად. ქართული ოცნება მე აღარ გამიკვირდება, რომ გახდეს რაღაც განსაკუთრებული კონსტიტუციური დაცვის ქვეშ მყოფი პარტია, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილმა თქვა აგერ ციტატა მაქვს, რომ ქართული ოცნების გარდა საქართველოში არ არსებობს პოლიტიკური ძალა, რომელიც ორიენტირებულია საკუთარ ქვეყანასა და ხალხზე. ანალოგიური ეწერა საბჭოთა კონსტიტუციაში, სადაც წერია, რომ კომუნისტური პარტია ხალხისთვის არსებობს და ხალხს ემსახურება. ანუ ერთი-ერთში გავს. ხო, ძალიან საინტერესო ანალოგებია. ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ცოტა პრაქტიკულად ამოგვეწურა დრო, მაგრამ ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ, პირველი რუსული კანონის შემთხვევაში ჩვენ ნახეთ, მიუხედავად იმისა, რომ პროპაგანდამ ხან გაიტანა, მერე უკან შემოაბრუნა, იმუშავეს, ბევრი მილიონი დახარჯეს, რომ ამის ხალხისთვის ტვინი გამოერაცხათ, მაინც ძალიან დიდი პროტესტი მოყვა რუსული კანონის შემოტანას. აი ახლა რას ფიქრობთ, არის შანსი, არის რესურსი, რომ აი რაღაცნაირად შეჩერდეს ბიძინა ივანიშვილი და ბოლომდე არ გავიდეს იმ გზაზე, რომელსაც ძალიან ძლავრად მიყვება. საზოგადოებამ არც ერთ ვითარებაში, არც ერთ მოცემულობაში არ უნდა დაკარგოს საკუთარი თავის და საკუთარი ძალის რწმენა. ასე იყო რუსული კანონიც, ასე იყო გავრილოვის ღამის შემდგომი აქციებიც, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა შემდეგ საზოგადოება გადააგდო, მოდიში ამ სიტყვისთვის, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ მას მოუწია დათმობაზე წასვლა. ნებისმიერ ავტორიტარს ეშინია ხალხის ძალის და ხალხის მრისხანების. მაშინ 2023 და 24 წლებში საზოგადოების უდიდესმა ნაწილმა დაინახა რეალური საფრთხე, რაც მოჰქონდა რუსულ კანონს. ვიღაცები იყვნენ, ვინც ეს ასე არ გაითავისა. თუმცა ჩვენ ვხედავთ, აი ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი, მაგალითად საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც აკადემიური პერსონალი და სტუდენტები, რომლებიც შეიძლება მანამდე დიდად არ გამოირჩეოდნენ აქტიურობით და აზრის დაფიქსირებით, ხედავენ, რომ უკვე მათაც ეხება, ისევე როგორც ეს გრანტების კანონი და სხვა
მომიჯნავე კანონმდებლში შემავალი ინიციატივები, ეს თითოეულ მოქალაქეს შეეხება, არა მხოლოდ პოტენციურად და ოდესმე და ნაკლები ალბათობით, არამედ მყისიერად მომავალი კვირიდანვე ძალიან დიდი სიმწვავით და უნდა რა ვიცი მარტივი ანალიზი გააკეთონ საქართველოს მოქალაქეებმა. ბოლო 3 წელიწადში როგორც მოხდა აი ეს დევოლუცია, როგორც მოხდა დეფორმირება და ის რაზეც მაშინ ვსაუბრობდით, ახლა სანამ ჯერ კიდევ გვიანი არ არის აქტიური პროტესტი გამოხადული მშვიდობიანად და კონსტიტუციის ფარგლებში ნამდვილად. ასე ჩვენ შევძლებთ ივანიშვილის ძალის მოდრეკას, თუ ისინი ძალმომრეობაზე გადადიან, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტით უნდა ვაიძულოთ, რომ წავიდნენ დათმობაზე და საბოლოო ჯამში მივიდეთ რეჟიმის წვერებად. კი, ნამდვილად ასე.